დონალდ ბისეტი. გინდა, გინდა, გინდა. თარგმანი რევაზ ინანიშვილის. ბაღის ბოლოში ერთი ხე იდგა. ზედას ჩახჩახებდა, ნიავი ტოტებს უქანავებდა და ფოთლები სულ ამას ჩურჩულებდნენ. გინდა, გინდა, გინდა. ეს ხე ჯადოსნური იყო. მის ქვეშ თუ გაჩერდებოდით და რამეს ინატრებდით, იმ წამსვე აგისრულდებოდათ. ბაღის თავში სახლი იდგა. შიგერთი სქელი მოხუცი ცხოვრობდა. უილიამ კედოგენ სმიტი ერქვა. სოფლის დუქანში საპნით ვაჭრობდა და თვალის დასანახავად ეჯავრებოდა ბავშვები. პატარა ბიჭები და თვით პატარა გოგონებიც კი. ერთხელ ეს უილიამ კედოგენ სმიტი ჯადოსნური ხის ქვეშ შევიდა და თქვა: მინდა რომ რაც კი ჩემს მეზობლად გოგოები და ბიჭები არიან, სულ მთვარეზე გადასახლდნენ. თქვა თუ არა, რაც კი მეზობლად გოგოები და ბიჭები იყვნენ, მთვარეზე აღმოჩნდნენ. მთვარეზე ციოდა. უგზო-უკლოდ დაწოწიალებდნენ და ყველაზე პატარებმა ტირილი მორთეს. ვის უნდა დაეჩომებინა? დედები შორს იყვნენ. ბავშვების გაქრობა იყო და რაც კი ჯადოსნურ ხეზე ფრინველები ისხდნენ, ყველანი დაჩუმდნენ. შაშვი მისტერ სმიტს დააჩერდა და თქვა: მინდა რომ ყველა ბავშვი დაბრუნდეს. მაგრამ მისტერ კედოგენ სმიტმა არ დააცადა. მინდა რომ მთვარეზე დარჩნენ. მაშინ შაშმა კვლავ თქვა: მინდა რომ ყველა ბავშვი დაბრუნდეს. ბავშვები მთლად დაიბნენ. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, მთვარეზე უნდა ყოფილიყვნენ თუ მიწაზე. მისტერ სმიტმა ფეხი დაატყაპუნა და წამოიძახა: მინდა, მაგრამ შაშმა სიტყვის დამთავრება აღარ აცალა და სწრაფად თქვა: მინდა რომ მისტერ სმიტი კეთილი იყოს. და მისტერ სმიტმა იმის მაგივრად რომ ეთქვა მინდა ბავშვები მთვარეზე დარჩნენო, კეფა მოიფხანა და თქვა: მინდა რომ ამ საღამოს ყველა ბავშვი მეწვიოს. მე მათ გავუმასპინძლდები ნამცხრებით, ფორთოხლის ჟელეთი და ლიმონათებით. დღეის ამას იქით საპნით ვაჭრობას თავს ვანებებ და საკონდიტროს ვხსნი. არავის აღარ მივცემ უფლებას უილიამ კედოგენ სმიტი დამიძახოს და ემიწოდონ უბრალოდ სმიტი. ვაშა, ვაშა, ვაშა. სამჯერ ყირაზე გადაიარა და ხეზე მსხდარი ფრინველებიც აჭიკჭიკდნენ. კვლავ გამოჩახჩახდა მზე. კვლავ ააქანავა ნიავმა ხის ტოტები და კვლავ აჩურჩულდნენ ფოთლები. გინდა, გინდა, გინდა.